მშვიდობისა დღეიდან პირველი არხის პირდაპირ ეთერში ყოველ კვირას 8 საათზე წარმოგიდგენთ გადაცემა სახელწოდებით პოლიტიკური კვირა. ყოველ კვირას 8 საათზე ამ სტუდიიდან თქვენ მოусმენთ მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ამინს ქმნის, ან ვისაც აქვს ამბიცია ერქვას პოლიტიკური ლიდერი. ამ სტუდიაში არიარსებებს დახურული თემები და შეკითხვები. ეს იქნება გადაცემა თქვენი პოლიტიკური განწყობისთვის, პოლიტიკა და არაფერი სხვა. გილოცავთ ყველას ახალ 2009 წელს და მშვიდობას გისურვებთ. გადაცემას კი დიდი სიამოვნებით გავხსნი ყველა იმ ადამიანთან მისალმებით, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. დავიწყოთ დღეს 11 იანვარია, ახალი პოლიტიკური წელი გაიხსნა. ჭორითი რეალობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში მოხდა, სკანდალი მგალობლიშვილის ირგვლივ, იყო თუ არა ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ზუსტად ერთი კვირაა მთელი საქართველოს ინტერესი თბილისის აეროპორტისკენაა მიმართული, ისევე როგორც სამი კვირის წინ, როცა მგალობლიშვილის ნაცვლად ირაკლი ალასანიას გამოჩენას ელოდნენ. ბოლო დინი და გზა ბოლო პერიოდის საქართველოში ყველა შემთხვევაში აეროპორტამდე მიდის. ახალი პოლიტიკური წელი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ავადმყოფობით იწყება. რა იქნება გაგრძელება? ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. უკავშირდება თუ არა პირდაპირ ეთერით გადაცემული მიხეილ სააკაშვილის შეხვედრები წინა საარჩევნო სამზადის. რა სჭირს ხელისუფლებას? რატომ მიდიან ზედიზედ ოპოზიციაში მისი ცნობილი ფიგურები? დღეს პირდაპირ ეთერში გიგი უგულავა პასუხობს, დედაქალაქის მერი არის თუ არა იგი მომავალი პრემიერ-მინისტრი. მე ამ ბიჭების გვერდით ვიყავი და ვხედავდი და არც ერთი პოზიციური ბრძოლა ჩვენ არ წაგვიჭირა. ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებაში მოსასვლელად მესამედე მზადება. მილიონერი ექს-პრემიერი, რომელსაც როგორც ამბობენ, დეპუტატობისას ბინისკირა საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი უხდიდა. ადამიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია თავისუფლად, შევარდნაძის დროსაც საკმაოდ მაღალ პოსტებზე იყო, მერეც მაღალ პოსტებზე იყო და როდის მოახსოვს ამდენი ბიზნესის გაკეთება მან არავინ არ იცოდა. შევარდნაძის და სააკაშვილის ფინანსთა მინისტრი და ზურაბ ჟვანიას შემცვლელი პრემიერი. დღეს ნოღაიდელი ამბობს, რომ ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია. იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა მისი პოსტზე ყოფნისას და რაშიც დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შეკითხვებს ზურაბ ნოღაიდელი უპასუხებს. მოიცა რა გინდა მითხრა, რომ ესენი მოდიან, აქ ბანაკდებიან 2 კვირა და მაზოხისტურ სიამოვნებას იღებენ იმით, რომ აქ დგანან. თუ აბა ამ ციცივეში ხოდ გარეთ დგანან, რაღაც სასტუმრო ხო არა? ვარებს ვერ მოაგვარეს. ეს არის დათხოვილი სამსახური. თქვენ ხარ გაშვებული სამსახურიდან დაუყოლეთ. რა უნდა მოაგვაროს? რა ისი მოგვარებელია შეხედე. ეს კაცი არის რამის მოგვარებელი ზურა. შეხედე ერთი წელია, ერთი წლის წინ მივეცით პირველად კაცრი გავფრთხილე. და ესენი არიან რამის მოგვარებელები, თქვენ ეს მებაჭები. ყველანი გაყარეთ სამსახურიდან ეხლა. პრემიერიდან პრემიერამდე ასე დავასათაურეთ დღევანდელი გადაცემა. რევოლუციურ საქართველოს მეოთხე პრემიერი ყავს, თუმცა როდემდე არავინ იცის. გეგა მგალობლიშვილი თბილისშია და ჯერჯერობით ჟურნალისტებთან საუბარს გაუძღვის. ჭორითი რეალობა, რომელიც სააკაშვილის კაბინეტში მოხდა. რატომ არ აკეთებს კომენტარს მგალობლიშვილი, რომელსაც ვურეკეთ კიდეც და სატელეფონო შეტყობინებების გავუგზავნეთ ამ თხოვნით, თუმცა მან არც ერთ ჩვენზარს არ უპასუხა. თუ გავრცელებული ხმები იყო ჭორი, რატომ ჩათვალა საჭირო ჭორებზე რეაგირება პრემიერის თემაზე მიხეილ სააკაშვილმა, როგორც წესი ხელისუფლება ჭორებზე ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებს ხოლმე. მგალობლიშვილის შემთხვევაში ეს წესი დაირღვა. რამდენიმე წუთში სწორედ ამ შეკითხვით დავიწყებ დედაქალაქის მერთან საუბარს, რომელიც სხვათა შორის ასევე სახელდება ხოლმე ძალიან ხშირად მომავალ პრემიერად. რა ხდება საქართველოს მთავრობაში? 31 დეკემბრის ნიუ-იორკ ტაიმსი აქვეყნებს ინტერვიუს მიხეილ სააკაშვილთან, სადაც ის ამბობს, რომ სამ თვეში ჩამოაგდებდა ხელისუფლებას ოპოზიციაში რომ ყოფილიყო. დიდი პოლიტიკური არდადეგების შემდეგ ოპოზიცია სასტარტო ნახტომისთვის ემზადება და იანვრის ბოლოდან საპროტესტო გამოსვლებს გეგმავს, თუმცა რა გამოუვათ პროგნოზს ჯერ ვერავინ აკეთებს. ქვეყანაში ფინანსური კრიზისის ფონზე შემცირებების ახალი ეტაპი დაიწყო და უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა აქ წლის დღეებში. არის თუ არა ნაომარ ქვეყანაში სოციალური გამოსვლების საფრთხე და რას უპირებს მთავრობა უსამსახურო დარჩენილ ხალხს. ოპოზიცია აცხადებს, რომ სააკაშვილს ყველა შემთხვევაში მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. რას პასუხობს ხელისუფლება ამ მოთხოვნას? წარმოგიდგენთ გადაცემის პირველ სტუმარს, რომელზეც სხვათა შორის ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე,
რომ ის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და ტელევიზიების მაკონტროლებელია. გიგი უგულავა სტუდიაში საღამოშიდობისა, როგორც ჯანდების ბატონები. ხო, დაბრძანდეთ, ძალიან დიდი მადლობა. იმედია ფეხბედნიერი იქნება თქვენი სტუმრობა ჩვენს ეთერში. ძალიან ცხელი თემები, რომლითაც უნდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი. გეგამ გალობლიშვილი არის თბილისში, თუმცა ამ წუთამდე ვერავინ გაარკვია, მათ შორის ვერ ჩვენ ჟურნალისტებმა ყავს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მოდით დავიწყოთ და ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რა თემაზეც კულუარებშიც საუბრობენ და პირდაპირ ეთერშიც. მოგესალმებით. პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ წელს, შობას და თან ახალ სტუდიას. საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მოგეწონათ? კი, ძალიან კარგია. შეეხება თქვენს მიერ დაანონსებული თემას, სანამ აქამდე მივიდოდი, მე უფრო მნიშვნელოვან საკითხს გავამახვილებდი ყურადღებას. კი, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად გაუგებარი და რაღაცა დოზით ამ აზრზენიც კი, როდესაც ეს ერთი ადამიანის, თუნდაც პრემიერ-მინისტრის ავადმყოფობის საკითხი გახდა პირველ რიგში სხვათა შორის და როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყოთ, რომ პირველ რიგში ამის ატაცება მოხდა სწორედ რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ. ეხლა რა გინდა თქვათ, რომ ჩვენ განვაგრძობთ რუსული საინფორმაციო? არა, მე იმის თქვა არ მინდა, უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი, თუნდაც ფაქტი, რომ ის ტელეფონზე არ პასუხობდა, ძალიან ჩვეულებრივია და ამას რაღაც ისეთ საკითხად გამოვიტანთ, რომ თითქოს რაღაცა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ადამიანი არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ესროლა ერთი ვერსიით ტელეფონი, მეორე ვერსიით. მოკლედ, საუბარი იყო პრეზიდენტზე. საუბარი არის ძალიან მარტივ რაღაცაზე. ადამიანი არის ავად. ადამიანი ძალიან ენერგიულად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას. ის არის ავად და იყო სამკურნალოდ. აი ეს არის ფაქტები. დანარჩენები არის ყველაფერი ჭორები, მithქმა-მოთქმები და უფრო საინტერესო არის ის, საიდან როგორ ვრცელდება ხოლმე ეს ჭორები, რატომ ასეთი ბედნიერებით ხვდება ყველა ამ ჭორს, ძალიან ბევრი ადამიანი და რატომ არის ხოლმე ვიშვიში. ყველაში მე როცა დავიწყე საუბარი, ვიგულისხმე. მე სპეციალურად კარგად შევისწავლე საკითხი იმისათვის, რომ ვიცოდი, რომ ამ თემაზე იქნება საუბარი. მეორე თუ მესამე დღეს ეს საკითხი იყო ყველა ისე ვიმეორებ საინფორმაციო რუსულ საშუალებაში და შემდეგ უკვე სხვა შორის ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში დაიწერა, რამდენიმე დღის წინ იყო, როგორ ხდება ფულის გადახდა იმაში, რომ წარმოაჩინა ნებისმიერი სრულიად უმტკივნეულო. თუმცა პრობლემური საკითხი, ადამიანი ავად არის, პრობლემური საკითხია, წარმოაჩინონ რაღაცნაირი დაპირისპირების და ინსცენაციის საკითხი. ამ თემაზე მოკლედ ნუ გავაგრძელებ ძალიან ბევრ საუბარს, თუ შეიძლება დავასრულებ. ერთი მარტივი მიზეზის გამო. გალობლიშვილი თბილისშია, პრემიერ-მინისტრი ხვალ ატარებს მთავრობის ხდომას, შესაბამისად თავის ჯანმრთელობაზე იქნება თუ თავის პოლიტიკურ მომავალზე ეს ადამიანი ისაუბრებს თვითონ. მაგრამ ისე ვიმეორებ, როდესაც ასეთი საკითხებია, მე მაინც მოგიწოდებთ, რომ როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როდესაც ეხება ადამიანის პირად ცხოვრებას, ვიყოთ უფრო მეტად მობიერი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საჯარო პირებზე ვსაუბრობთ. სხვა გალობლიშვილზე მე ვაფერს გეტყვით, ვინაიდან ისე ვიმეორებ, ხვალ ეს ადამიანი მთავრობის ხდომას ატარებს, სადაც მეც ვიქნები და ყველანი სხვა დანარჩენი. ჩვენ ყველანი დაველოდებით ბატონი გალობლიშვილის კომენტარს, მე უბრალოდ შესავალშიც გავამახვილე ერთ დეტალზე ყურადღება. როგორც წესი, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებით არ ახასიათებს ხოლმე ჭორებზე რაღაც კომენტარის გაკეთება. შესაძლებელია კვამლი უცეცხლო და არ ჩნდებაო და პრეზიდენტმაც ჩათვალა რატომღაც საჭიროდ რომ უნდა გაეკეთებინა ეს კომენტარი. შესაძლებელია ამანაც გააძლიერა ჩვენი ეჭვი. ხომ არ იყო ეს ყველაფერი მართალი. ხომ არ მოხდა ისე რომ ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა ვთქვათ საქართველოს მთავრობა, იგივე პრეზიდენტი და გალობლიშვილი გახდა იძულებული რომ დაბრუნებულიყო. მე მესმის თქვენი მისამართით არ არის ეს შეკითხვა, მას უნდა დაუსვათ, მაგრამ მთელი დღე მას უკავშირდებოდი და იგი არ გამოვიდა კონტაქტზე. ანუ ხომ არ აიძულეს გეგამ გალობლიშვილი და უცბად ხომ არ გახდება ცნობილი რომ რაღაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოს ახალი პრემიერი უნდა ყავდეს. პრეზიდენტმა 2 დღის წინ თქვა, რომ შეხედეთ თუ გახსოვთ გალობლიშვილი ძლივში დგა ფეხზეო. თქვენს გრძელს შეკითხვაზე მე ძალიან მოკლედ უპასუხებ, რომ არა. და ძალიან ბევრი ჭორი მსმენია, სამწუხაროდ ეს ყველაზე მეტად უფრო მახინჯი ფანტაზიის შედეგი შეიძლება იყოს. პრემიერ-მინისტრი ძალიან ენერგიულად მუშაობდა, მისი ამ პოსტზე დანიშვნა დაემთხვა
ყველაზე რთულ პერიოდ ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ პრემიერ-მინისტრი ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებზე. ეს ადამიანი ძალიან აქტიურად მუშაობდა და ის გეგმა, რომელიც დაიდო, რომელიც შემდგომში ჩვენ მთავრობის სამოქმედო გეგმის სახით ვიხილეთ, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე სამუშაო ადგილების იქნება თუ ეკონომიკური აქტივობის არათუ შემცირების, არამედ უფრო გაძლიერების ვასისახავს მიზნად, იმისათვის რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ან იმ კომპანიებმა, რომლებიც რაღაც საქმიანობდნენ, სხვა ჩანაცვლება მოხდეს. აი ეს იყო მთავარი საზრუნავი ამ ადამიანის. ეს ადამიანი დაბრუნდა, ეს ადამიანი გააგრძელებს თავის მუშაობას, რაც შეეხება, მე მგონი, ამითი ეს თემა ამოწურულია. თქვენ იმიტომ გისვამთ ამ შეკითხვას, რომ ძალიან ბევრჯერ მსმენია, რომ გეგამ გალობლიშვილი იყო უგულავას კადრი, რომ თითქოს მე ვიცი თქვენ არ გიყვართ ჭორებზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თითქოს თქვენსა და ვანო მერაბიშვილის შორის იყო ძალიან მწვავე დაპირისპირება, სწორედ იმიტომ რომ თქვენ გინდოდათ რომ გალობლიშვილი დაგენიშნათ, მას სურდა კინაღამ უგულავა თქვი, გილაური. ანუ ეს იყო ის კითხვა, რატომაც თქვენ მოგმართეთ, რომ ამბობენ რომ თქვენი პროტეჟე. კარგი. ჩემი პროტეჟე გეგამ გალობლიშვილი ნამდვილად არ არის, ის სახელმწიფო სამსახურში მუშაობს დაახლოებით 10 წელია სხვადასხვა მიმართულებით. მოდით დავასრულოთ მაშინ ამ თემაზე საუბარი. სამწუხაროა რომ თავად გალობლიშვილმა არ ისურვა ჩვენთან კომენტარის გაკეთება. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ ბატონო გიგი, რა ხდება ხელისუფლებაში, თქვათ იგივე ჭორებს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვხდებით მოწმენი რომ ზედიზე ტოვებენ ხელისუფლების უმაღლესი პირები. მე ჩამოვთვლი, ნინო ბურჯანაძემ დაიწყო ეს პროცესი, მანამდე იყო ირაკლი ოქროშვილი, მაგრამ ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იყო ელჩი და რევოლუციის სულის ჩამდგმელი, ამ ბოლო პერიოდში უკვე ირაკლი ალასანიას თემა წამოვიდა. ეს პროცესი ხომ არ ემსგავსება ნელ-ნელა შევარდნაძის დროინდელ თქვათ ბოლო პერიოდს, როცა იგივე ნოღაიდელი, ბურჯანაძე, მაჭავარიანი, გრიმეულ სააკაშვილიაც, გარდაცვლილი ჟვანია და სხვები გადავიდნენ ოპოზიციაში. რა სიტყვით? ყველა ადამიანს თავისი არჩევანი აქვს პოლიტიკური კარიერის, ამ ხალხმა ესეთი არჩევანი გააკეთეს. ეს ხალხი რომ არ დარჩენილიყო საერთოდ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზმი, ისე როგორც ნებისმიერი ორგანიზმი არსებობს, ახლდება და ეს არის განახლების პროცესი. ზოგიერთი ადამიანი მიდის, ზოგიერთი ადამიანი მოდის. მთავარი არის ერთი რამ, რომ გაერთიანება, რომელსაც სათავეში უდგას მიხეილ სააკაშვილი. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა, რა პრინციპებითაც, რა მორალითაც და რა ღირებულებებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, ამ პრინციპების და ამ ღირებულებების დამკვიდრებას ცდილობს. ყველა ადამიანი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და დასამალი არ არის, რომ ძალიან ბევრი მათგანი ყოველთვის ასხივებდა იმ სიგნალს, რომ მათ გარკვეულწილად უნდათ ცალკე ყოფნა. კი ბატონო. ვინ? მაგალითად თქვენს მიერ ჩამოთვლილი რამდენიმე ადამიანი. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა პოლიტიკურ სარბიელზე. ჩვენი პოლიტიკური დეკლარირება მოვახდინეთ იმისა, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც აქვს გეგმა მწყობრი იმისა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, როგორ უნდა გაუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩვენ ვართ მზად სათანამშრომლოდ. იქნება ეს პოლიტიკური ორგანიზაცია იმ პირებისგან დაკომპლექტებული, რომლებიც ჩვენგან წავიდნენ, იქნება ეს სრულიად ანტაგონისტურად განწყობილი, იქნება ეს უკიდურესად მემარცხენე, უკიდურესად მემარჯვენე თუ ცენტრისტი, ვისაც კი აქვს დღეს ღირებული აზრები, იდეები, ჩვენ მზად ვართ პოლიტიკურ ოპონირებაში, მათთან ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც არის იმისათვის, რომ ეს სურვილი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამის მზაობა არ აგვაქვს და ჩვენ არ გქონდეს ამის სურვილი. ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ისევ ვიმეორებ, ჩვენ რომ არ ვიყოთ და რომ არ მიდიოდეს და ეს გადინება რომ არ ხდებოდეს და შემდეგ ახლით შევსება, მაშინ ბუნებრივად დაისმებოდა შეკითხვა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური კლანი, რომელიც ხელსაფარებს არ უშვებს, ცუდია, კარგია, მაინც არ უშვებს. ჩვეულებრივია, ჩვენ ვართ ღია ორგანიზმი, ადამიანს სურს აქ ყოფნა არის, ადამიანს სურს ცალკე ყოფნა. მაგრამ ესენი ხომ არ ყოფილან ბატონო, უბრალოდ წევრები ნაციონალური მოძრაობისა, გნებავთ იგივე დეპუტატები. საუბარია ქვეყნის მეორე, მესამე პირზე. საინტერესო ის არის, რომ თითოეული ეს ადამიანი, რომელიც მიდის ოპოზიციაში აკეთებს ძალიან რადიკალურ განცხადებას და მათი ეს განცხადებები უკავშირდებოდა ომს, აგვისტოს მოვლენებს. თითოეული მათგანისგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ არ ყოფილიყო აგვისტოს მოვლენები, ისინი არ წავიდოდნენ ხელახლა პოლიტიკაში, რომ ისინი ამბობენ, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც მათი განცხადები დანაშაული ჩაიდინა ამ ომში ქვეყნის ჩათრევით. პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებას. რა სიტყვით ამაზე?
ისინი წავიდნენ, მაგრამ აქამდე არ ვაპირებდითო პოლიტიკაში მობრუნებას. ეხლა კი სხვა გზა აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ომი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თქვენ მე მგონი შეკითხვა ჩემს მომდევნო სტომარს უნდა დაუსვათ მასაც დაუსვა აუცილებლად. და მე ნამდვილად არ ვარ პოლიტიკური ანალისტი, რომ ნოღაიდელის თავში თუ გინდათ ბურდანაძეს თავში რა გადაწყვეტილებები რისთვის მიიღება. სულიად გეუბნებით, არც მე და დამერწმუნეთ საქართველოს მოსახლეობის ძირითად უმრავლესობას არ აინტერესებს ვის რა мотивация აქვს. ჩვენ დღეს გვაინტერესებს ერთი რამ, რომ რა უყოთ იმ პრობლემას, რომელიც წარმოშვა იმან რომ ინვესტიციები შემცირდა. შემცირდა ინვესტიციები, იმიტომ რომ საერთოდ სოფლიოში ფული გაჩერდა და სოფლიოში არის ეკონომიკური კრიზისი. რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას? როგორ უნდა გავუმკლავდეთ იმას, რომ დღეს მაგალითად გინდა თუ არა, იგივე საბანკო სექტორში იქნება თუ სხვა სერვისის სექტორში გარდაუვალია შემცირებები. რა ღონისძიებები უნდა მივიღოთ ამასთან დაკავშირებით? რაც შეეხება ვინ რატომ წავიდა ომში ეს ხალხი არ წასულა, ვინ რატომ რა გადაწყვეტილება მიიღო, ეს კითხეთ იმ ხალხს, მე საერთოდ არ მაინტერესებს мотивация ამ ხალხის. ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, ბატონო გიგი, მე ამაზე მაინტერესებს თქვენი კომენტარი და არა ის თქვათ რომელიმეს თავში და ხელისუფლების არჩევანი აყოფილა ომი. ომის მერე მე პრაქტიკულად დღე არ გასულა, რომ არ მეფიქრა და ეს შეკითხვა რა თქმა უნდა ამბობთ ყველა ადამიანს აწუხებდა და აწუხებს. შეგვეძლო თუ არა ჩვენ ომის თავიდან აცილება. დიახ, ეს ამ თავარი ბრალდება და მე გიპასუხებ თქვენ ჩემს მოსაზრებას. დაყრდნობით იმაზე, რაც მე ვიცი, დაყრდნობით იმაზე, რაც მინახავს, რომ ჩვენ ამ ომის თავიდან ვერ ავიცილებდით. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ და ალბათ თქვენს გაინტერესებთ, რომ რა მოვიგეთ ან რა წავაგეთ ამ ომის შემდეგ. საერთოდ მოვიგეთ თუ წავაგეთ იქნება ეს დავაკონტროლოთ. საკითხი საერთოდ მოგების და წაგების კუთხით არასწორი დაყენება, როდესაც ეს ომი არ იყო ჩვენი არჩევანი. რუსეთმა გამოუცხადა საქართველოს ომი ძალიან კონკრეტული მიზეზების გამო, იმისათვის რომ საქართველო მიემართება იმ გზაზე, რომელიც რუსეთს სამწუხაროდ მისდა გაუაზრებლად მიაჩნია, რომ ეს გზა არის მისი ინტერესების საზიანო კავკასიაში, მაგრამ ეს არის ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, არა ხელისუფლების, არამედ ხალხის. ამიტომ ამ გზაზე სიარულის გამო სწორედ რუსეთმა გადაწყვიტა ბევრი სხვა პრობლემაც, რომელიც რუსეთში არის და რის გამოც რუსეთში ომი მომწიფებული იყო და ეს საერთოდ საქართველოს არ უკავშირდება. ამის გამო რუსეთმა გამოწვევა გაუკეთა საქართველოს, უბრალოდ საქართველოს ხარჯზე, მთელ მსოფლიოს, ევროპას. მაგრამ აქედან გამომდინარე, თქვენ უნდა გადაითვალათ შანსები და ხელისუფლება არ უნდა ჩაყოლოდა ამ ომს. არის გამოცხადებული, როცა ომი დიპლომატია მუშაობს მანამდე, სანამ დაიწყება ომი. როდესაც კი დაიწყება ომი, შემდეგ შენ უნდა გააკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ დაიცვა შენი მოქალაქეები. ავად თუ კარგად, ჩვენმა ჯარმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ და ყველამ გააკეთეს მაქსიმუმ იმისა, რომ მიზანი, რომელიც ჰქონდა რუსეთს, რომ საქართველო დაეჩოქებინა, რომ საქართველოში შეეცვალა ხელისუფლება, საქართველოში დაესვა თავისი მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც უარს იტყოდა ქართველი ერის არჩევანზე, იაროს დასავლეთისკენ, იაროს ნატოსკენ. ეს მიზანი მან ვერ მიაღწია. მაგრამ მან მიაღწია ის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაღუპული ყავს ჩვენი მოქალაქეები, ანუ მოვიგეთ თუ წავაგეთ, მე მაინტერესებს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. მე თქვენ მოისმენდით, ბატონო გიგი, არაერთხელ იგივე განცხადებებს, თუნდაც აი ხლა გადის კადრები რუსთაველზე გამართული აი ხალხმრავალი მიტინგისა, რომელზეც თქვენს გამოხდით, წეღან იყო ამ ჩვენს ანონსში ჩასმული და გაისმოდა მუდმივად ასეთი არც თუ ისე უსაფუძვლო კითხვა თუ ბრალდება რა ეზეიმებოდა ხელისუფლებას, როდესაც ტერიტორია იკარგებოდა, როდესაც ხელისუფლება ხედავდა, რომ იქ ხალხი იხოცებოდა, რატომ შეიძლება გავცე პასუხი? დასაკვირველია. და გულწრფელად მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. თუ თქვენ ან იყავით იქ, ან თუ თქვენ ნახეთ, იმას ზეიმი ერქვა? იცით რა, პათოსი რომელიც იქ იყო თავისი გამოსვლები და ასე შემდეგ. თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში? იცით რა, შეიძლება ეს გავიგოთ როგორ ზეიმი, ბატონო. თქვენ როგორ გესმით, მაინტერესებს. მოდით მე თავ შევიკავებ ჩემი დასკვნა. არა, იმიტომ რომ მე ვარ ჟურნალისტი და ნებისმიერ შემთხვევაში მე რომ თქვა, ან აღმოჩნდები თქვენს პოზიციაზე, ან მათ პოზიციაზე, ვინც თქვენ ამ ბრალდებას გიყენებთ. ამიტომ მე დავრჩები ასეთ კარგით, მე გეტყვით თქვენ, რომ რა თქმა უნდა ის არ იყო ზეიმი. როდესაც თავზე თვითმფრინავები დაფრინავენ და ხალხი გამოვა ქუჩაში დროშებით, ეს არ არის ზეიმი, ეს არის ხალხის განწყობა. რომ რაც არ უნდა გბომბონ, რაც არ უნდა ტყვიამფრენები გვიშინონ, საქართველო არ დაიჩოქებს.
და ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ აგრესია არ გაგრძელდა სხვა საერთაშორისო ფაქტორებთან ერთად იყო ის, რომ ქართულმა ხალხმა ანახა მთელ მსოფლიოს და მათ შორის რუსეთსაც, რომ იარაღით, ტყვიით და ასე შემდეგ დაშინებით საქართველოს ვერ დაიპყრო. აი ეს იყო იქ და ეს პათოსი იყო სწორედ იქ. რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების მოქმედებები, ხელისუფლების გადაწყვეტილებები ამ საომარი მოქმედებისას. მაგალითად, მე ზოგადად არ ვისაუბრებ, თუნდაც გიგი უგულავას მისამართით რა შეკითხვებიც იყო. რატომ ხელმძღვანელობდა დედაქალაქის მერი იქ საომარი მოქმედებებისას იგივე ლოჯისტიკას? რომელ ლოჯისტიკას გულისხმობთ? ლოჯისტიკას გულისხმობთ იმას, რაშიც თქვენ გადანაშაულებთ. ლოჯისტიკას სიტყვა ბევრ ამას მოიცავს და მაინტერესებს კონკრეტულად. მოდით, მე უფრო მეტ კითხვას დაგისვამთ. მთლიანად ამბობენ, რომ ჩართული იყო გიგი უგულავა და არა მარტო გიგი უგულავა, საუბარი იყო კიდევ სხვებზეც, აი ამ საომარი მოქმედებებისაც გადაწყვეტილებებში, ბატონო გიგი, ვის რა საომარი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ეს არ არის ჩემს მიერ დასმული შეკითხვა, ეს არის თქვენს მიმართ გამოთქმული ეს არის შეკითხვა, რომელიც დაისვა საგამოძიებო კომისიაზე, მე ძალიან ცლად ვისაუბრე, აქ ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები ამ თემაზე, ისევ მიმეორებ, რომ ჩვენი ამოცანა არ უნდა იყოს დღეს წარსულზე საუბარი, არამედ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, ყველა პოლიტიკოსმა, მათ შორის ალბათ ოპოზიციამაც, თუ რას თავაზობს ის საზოგადოებას დღევანდელი პრობლემების მოსაგვარებლად. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, მე მხოლოდ იმ დოზით ვიყავი, რა დოზითაც ეს ჩემ თანამდებობიდან გამომდინარე იყო, იქ იმყოფებოდა სამაშველო სამსახური მერიც, იქ იმყოფებოდა ტრანსპორტის მთელი შემადგენლობა, ასევე ისინი სასტრაფოები, აქედან გამომდინარე ეს არის მერიის სამსახურები. და მე სწორედ ამ ნაწილს ხელმძღვანელობდი, როცა ლოჯისტიკას საუბრობთ, ალბათ იმედი მაქვს არ გულისხმობთ სამხედრო ლოჯისტიკას, რომელთანაც ბუნებრივია მე შეხება არ მქონია, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი საქმე. ამაზე მე ვცლად ვისაუბრე, მე მგონი ეს თემა ვისაც აინტერესებს და არ მგონი რომ ისევ ვიმეორებ, ქალბატონო ინგა ეს იყოს პრიორიტეტული საკითხი დღეს, შეუძლია პარლამენტის. კი, მაგრამ კითხვები, რომელიც არსებობს, უნდა დაისვას. კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ ასეთია, როგორი იყო ხელისუფლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ომისას. ეხლა მე შეკითხვას დაგისვამთ, რომელსაც შეიძლება ბევრის მხრიდან მოყვეს თქვა არაკორექტულობაში ჩემი დანაშაულება, მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ კადრები, რომელიც გაუშვა BBC-მ სააკაშვილის და ჰალსტუხის ცნობილი კადრები, გორში კუშნერთან ერთად ჩასული სააკაშვილის კადრები და ასე შემდეგ. აი, რა რეაქცია გქონდა თქვენ, როდესაც თუნდაც BBC-ს იმ კადრებს უყურებდით ჰალსტუხთან დაკავშირებით და ნებისმიერ აი ამ კადრთან მიმართებაში, რა სიტყვის გიგი უგულავა? ეს სათელიკო თემა არის დღემდე, ამიტომ გისვამთ კითხვას, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ. არ ჭირდება, გავიგე, ძალიან კარგად თქვენი შეკითხვა. ისევე როგორც ქართული ხალხის დამოკიდებულება იყო ძალიან მტკიცე იმ დღეებში და ეს იმ დღესაც გამოჩნდა სხვათა შორის, რომელსაც თურმე ვიღაცები ქილიკით მოიხსენებენ, ასევე ხელისუფლების დამოკიდებულებაც იყო ძალიან მტკიცე და იმავდროულად იყო ადეკვატური. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შესაბამისად გარკვეულწილად ყველა ნერვიულობს და ვიღაცა შეიძლება გასტუქს ჭამდეს ნერვიულობით და ვიღაცა შეიძლება რაღაც საკეთებს და სულ ერთი ამას არ აქვს არავით არის მნიშვნელობა. ფაქტები არის მნიშვნელოვანი. ფაქტები არის ერთი, რომ სახელმწიფო ვერტიკალმა გაუძლო მთლიანად, რომ ქართული ჯარი მიუხედავად იმ დანაკლისებისა დღეს არსებობს და არის იმაზე ნაკლებად თუ არა, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტად თუ არა, ისეთივე მაინც ძლიერი. ის რომ მთელი ამ ომის პერიოდში, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად ხერხემალში იყო გატეხილი, იმიტომ რომ დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის კომუნიკაცია არ არსებობდა, ტრასა იყო რუსების მიერ ბლოკირებული. არ წასულა დენი, არ შექმნილა პირველად სასურსათო პროდუქტებზე არანაირი რიგი და დეფიციტი. ის რომ არ წასულა გაზი, ისევე როგორც დასავლეთ ნაწილში, ასევე აღმოსავლეთ ნაწილში იყიდებოდა ბენზინი, მუშაობდა ყველა სახელმწიფო უწყება და ასევე გაიცემოდა ხელფასი და 1 საათით არ ყოფილა პენსიების დაგვიანება. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის სახელმწიფო აპარატი, ის კარგი გაგებით ბიუროკრატია, რომელიც ჩამოყალიბდა უკანასკნელ პერიოდში და ეს არ არის სხვათა შორის ერთი კაცის ან ერთი უწყების ან ერთი პარტიის მონაპოვარი, იმიტომ რომ ეს ბიუროკრატია, რომელმაც გაუძლო ამხელა გამოწვევას, იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში შეძლებს ქვეყანა დააყენოს ფეხზე. მიუხედავად იმისა, ვინ იქნება პოლიტიკური ორგანიზაციის სათავეში, ვინ იქნება პრეზიდენტი, რომელი მმართველი პარტია იქნება პარლამენტში, თუ არსებობს მწყობრი ბიუროკრატია, თუ არსებობს წყობრი მანქანა სახელმწიფო და ჩვენ შევძელით უამრავი ამდენი ტოლვილის მიუხედავად ბევრი პრობლემისა ცხადია და ბევრი გაჭირვებისა
ისევე როგორც დაბინავება ქალაქში და შემდეგ ძალიან სწრაფად მათთვის ღირსეული ისეთი არა როგორც ხადია ეს საკუთარი სახლია, მაგრამ ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბიუროკრატია, კარგი გაგებით ბიუროკრატია მუშაობს და აგრძელებს მუშაობას და მათ შორის კრიზისულ სიტუაციაში. რაც შეეხება იმ ემოციურ ფონს, მე არ დაგიმალავთ. რა თქმა უნდა, იყო ნერვიულობა, იყო დაძაბულობა, ეს ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივია და არ ამგონი რომ ვინმე ამავე სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეოდა. თუ ის ვინმე არის ადამიანი და არა რობოტი. კარგით. მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ხელისუფლებას სამთოში ჩამოვაგდებდი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები. თუ არ ვცდები, ნიუ-იორკ ტაიმსში 31 დეკემბერს გამოქვეყნებული. რა ხდება ისეთი ხელისუფლებაში, რომ შეიძლება მისი ჩამოგდება სამთოში. მე არ მინდა ეს იყოს რაღაც ერთგვარი რიტორიკული კითხვა, მინდა დავაკონკრეტოთ. წეგან თქვენ ახსენეთ ფინანსური კრიზისი. მოდით ერთად გავიხსენოთ, ახალი წლების წინა დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანს უცბად მოუცხადეს, რომ თქვენ ხართ განთავისუფლებული სამსახურიდან. ყოველგვარი შემოსავლების გარეშე ძალიან ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სულ მალე შესაძლებელია ჩვენს ქვეყანას წინ აქვს უმძიმესი პერიოდი და აი ამ უმუშევრობის ახალ ტალღაზე ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია თქვენ გემუქრებათ სწორედ საფრთხე საპროტესტო გამოსვლების. როცა უკვე ოპოზიცია აღარ იქნება საჭირო, რომ ოპოზიციამ თქვათ მობილიზაცია მოახერხოს, მართოს ხალხი, უმუშევრად დარჩენილი ხალხი, უსახსროდ დარჩენილი ხალხი, რომ თავისით გამოვიდეს ქუჩაში. რა სიტყვით პროტესტის ახალი ტალღა ელით თუ არა მას? ფინანსური კრიზისი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზული გამოწვევა. ესეთი ფინანსური კრიზისი მსოფლიოში არ ყოფილა დიდი დეპრესიის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ ყველამ, იგივე დაწყებული ხელისუფლებიდან და უბრალო მოქალაქემ უნდა გქონდეს გასაგზავნებული, რას ვაკეთებ. დღესდღეობით მხოლოდ ხელისუფლებას აქვს წყობრი გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გავუმხელდეთ ამ ხელისუფლებაა და უნდა გქონდეს ბატონო. ცხადია, თუმცა ის ხალხი, რომლებიც იმუქრებიან და მუშტებს იქნებენ, მათ ბუნებრივია ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ გახდეს ხელისუფლება და ამ გეგმა უნდა გქონდეს და ამ გეგმას უნდა აწვდიდეს სწორედ ამ. მოდი ჯერ თქვენს გეგმაზე ვისაუბროთ, თქვენ ხართ ახლა მნიშვნელოვან საკითხს. ეხლა რაც შეეხება ფინანსურ კრიზისს. ფინანსური კრიზისი მე უფრო სხვანაირად ფორმულირება შემოგთავაზებ, დღეს უფრო არის რეცესია ვიდრე კრიზისი. იმის გამო, რომ ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში სწორი ეკონომიკური ნაბიჯები გადავდგით, ის პრობლემები, რომლებიც აქვს იგივე რუსეთს, ის პრობლემები იგივე, რომელიც აქვს იგივე უკრაინას, ის პრობლემები, რომლებიც ძალიან მწვავედ შეეხო ბევრ ჩვენი მსგავსი ტიპის ეკონომიკებს, ის პრობლემები ჩვენ არ აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ გარკვეულწილად სამუშაო ადგილების შესრულდება. დღეს ჩვენი ამოცანა არის სხვა. დღეს ჩვენი ამოცანა არის ის, რომ სახელმწიფომ დაიწყოს სერიოზული ხარჯვა იმ სფეროებში, რომელითაც ჩვენ შევძლებთ გარკვეული სამუშაო ადგილების ჩანაცვლებას. მაგალითად, შეიძლება. აი მე ვარ უსამსახურო დარჩენილი ადამიანი, ახალი წლების წინ გამომაგდეს სამსახურიდან. მაგალითად, პასუხობთ. დაახლოებით სიტყვაზე ავიღოთ 300 მილიონის მოცულობის კერძო მშენებლობები მიდიოდა, რომელსაც აფინანსებდნენ კერძო ორგანიზაციები, დიახ. დღეს დაახლოებით აი ამ მთელი ამ თვის განმავლობაში დაახლოებით მილიარდ ლარის ოდენობის ტენდერები გამოცხადდება, რომელიც შესრულება ემთხვევა სწორედ აი მძიმე პერიოდს, როგორც არის თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი. ანუ ის კომპანიები და ის მუშახელი, რომელიც დაკავებული იყო აქ, დღეს უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში და მათ ექნებათ შესაძლებლობა ჩაანაცვლონ გარკვეულწილად ის კერძო შეკვეთები, ის შემცირებული კერძო შეკვეთები იმის ხარჯზე, რა შეკვეთებით წამოვა სახელმწიფოდან. სახელმწიფოდან მოდის შეკვეთები ხიდების მშენებლობის, წყალკომუნიკაციების მშენებლობის, დევნილებისთვის, სახლების მშენებლობისთვის, გზების მშენებლობისთვის. ანუ უამრავი სამშენებლო პოტენციალი, რომელიც აქამდე შეიძლება უფრო გაწელილი უნდა გადაიქცეს ყველა თუ როგორ დავამთავრებ, მე ხო მშენებლობაზე ვსაუბრობდი. მშენებლობაზე დაკავებულია მუშაც, ინჟინერიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი ელექტრიკოსიც, კალატოზიც და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, დღეს მათ ამ კომპანიებს აქვს შესაძლებლობა მიიღონ ამ ტენდერებში მონაწილეობა. იგივე თბილისის ბიუჯეტი რომ ავიღოთ, დაახლოებით 150 მილიონი ლარის ტენდერები გამოცხადდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. მე მინდა ყველა კომპანიას, რომელიც აქ მონაწილეობს, მიიღოს მონაწილეობა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოებზე შეძლებს იმ კერძო
ინვესტიციის, რომელიც შემცირებულია ობიექტური მიზეზების გამო, ჩანაცვლებას და ერთად ჩვენ შევძლებთ ამ სექტორში ნელ-ნელა იმ პრობლემების მოგვარებას და გადალახვას იმ კრიზისისა, სანამ ეკონომიკაში ფული არის ეკონომიკის სისხლი. თუ ეს სისხლი არ ამოძრავდა მთელ მსოფლიოში, მანამდე მარტო საქართველოში მარტო ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ჩვენი ამოცანა არის მთლიანად შევძლოთ აი ამ პერიოდის, რომელიც კრიზისული პერიოდია, აი ამ პერიოდის გავლა ისე, რომ იყოს მინიმალური უმტკივნეულო რამ. რაც შეეხება სხვა სექტორებს, ასევე ეხლა რამდენიმე დღეში გახდება მთავრობის გეგმა ცნობილი, რომელიც სხვა სექტორებს ეხება. გარდა ამისა, ჩვენ იმის გამო, რომ ასეთი მძიმეა სოციალური ფონი, იმის გამო, რომ უმუშევრობის საფრთხე ბევრად მეტია, დაახლოებით ორჯერ არის გასდილი სოციალური პაკეტი. სოციალური პაკეტი, რომელიც უფასო ჯანდაცვა, რომელიც განახლებულია, სხვათა შორის ბევრად უფრო ფართო არის დღეს ჯანდაცვის ის პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ. ამ თემებზე სხვა დროს. სხვა დროს რატომ? ეს სწორედ ის თემაა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას აწუხებს, რომელიც მე მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია ხშირ შემთხვევაში, რომელიც ვიდრე ის თემები, რომლებზეც ჩვენ აქამდე ვისაუბრეთ. არა, ბატონო გიგი, ეხლა მე თქვენ ერთ რაღაცას შეგახსენებთ. იყო თავის დროზე ასევე მე ბოლოსკენ მივდივარ ჩვენი საუბრის ასეთივე წარმატებით, იგივე პირდაპირ ეთერში მთავრობის ხდომებზე ასე ვთქვათ, გახმოვანებული გეგმა დასაქმების პროგრამა მინდა გაგახსენოთ. მე მახსენდება გიორგი თარგამაძემ ერთხელ დროებაში გაუშვა რეპორტაჟი ერთი თვის წინ გახსნილი საწარმო აჩვენეს, სადაც პრეზიდენტმა თავადვე მიიყვანა ხალხი და თქვა, რომ აი თქვენ ხარ დღეიდან დასაქმებულები და უცბად აღმოჩნდა ერთი თვის შემდეგ, რომ საწარმო საერთოდ არ მუშაობდა. ანუ ხომ არ შეიძლება, რომ აი ეს თქვენი ანტიკრიზისული გეგმა საბოლოოდ დაემსგავსოს იმ დასაქმების პროგრამას, ვითომ ხალხი რომ დასაქმდა, იგივე ტელეკამერების წინ მიყვანილი ადამიანები და საბოლოოდ მაინც უმუშევრები რომ დარჩნენ. პასუხობთ. როდესაც საუბრობთ თუნდაც იმ კონკრეტულ საწარმოს, შეიძლება კონკრეტული პრობლემა შეექმნეს. რა თქმა უნდა, ის შეიძლება გაკონდეს, ის შეიძლება განვითარდეს, ის შეიძლება მრავალპროფილური გახდეს და ასე შემდეგ. ის პროგრამა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ის პროგრამა არ იყო მხოლოდ დასაქმების, იქ იყო ადამიანში უნარჩვევების განვითარების. ანუ ადამიანი, რომელიც 10 წელია ზის სახლში, რომელსაც იმედი აღარ აქვს, რომ რამე შეიძლება და ამ წელიწადში 1000 რამე შეიცვალა ქვეყანაში, როდესაც მას იმედი აღარ აქვს, რომ შეიძლება რაღაცა იპოვოს, იმ ადამიანებს ქონდა შანსი ერთი თვის განმავლობაში რაღაც ახალი უნარჩვევები მიეღოთ. და თუ ძალიან გაინტერესებს, დაახლოებით 20% სხვადასხვა ადგილებში დარჩა. ან და სხვადასხვა მას მიეცა ეკონომიკური ოპტიმიზმი. ის იყო ორიენტირებული, ის იყო თავიდანვე ერთთვიანი პროგრამა, ან ორთვიანი პროგრამა. ის იყო აბსოლუტურად სხვა ამოცანებზე, სხვა რეალიებზე გათვლილი პროგრამა, როდესაც ეკონომიკური კრიზისი ეხლა იგივე ხომ არ მოხდება სხვა რეალიებზე გათვლა და დღეს არის იმ რეალიებზე გათვლილი პროგრამა, რომელიც დღეს არის. დღეს ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ასაშენებელია მაგალითად ხიდი, ხომ? ასაშენებელია გზა, გასაყვანია კანალიზაცია. და ანუ ეს არის ხარჯები, რომლებიც შენ შეგვეძლო გაგვეწია არა თქვათ მილიარდის, არამედ 9 მილიარდის ეხლა, იმიტომ რომ თუ იქნებოდა სხვა სიტუაცია, როდესაც კერძო ინვესტიციები მოდით სახელმწიფოს ბევრს ხარჯავს, მაშინ შეიძლება არის ინფლაციის საფრთხე, როდესაც კერძო ინვესტიციები მოდის ნაკლები, აქედან გამომდინარე სახელმწიფო უნდა დახარჯოს ინფრასტრუქტურაზე მეტი იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ იმ დანაკლისის შევსება, რომელიც ამ სექტორში შეიძლება ყოფილიყო. ეს არის ის გეგმა, რომელიც არ არის სხვათა შორის ორიგინალური. თუ დააკვირდებით იგივე ობამას გეგმას, იგივე მერკელის გეგმას, იგივე ნებისმიერი სხვა განვითარებული ქვეყნების, როდესაც დიდი დეპრესია, სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას უფრო მეტი დახარჯოს ინფრასტრუქტურაზე. ამით საკდება ადამიანი და ამით კეთდება ის საქმე, რომელიც ობიექტურად გასაკეთებელია, იგივე ხიდი, გზა, კანალიზაცია, სახლი, კარი თუ ასე შემდეგ. ბატონო გიგი, მოკლედ მიპასუხეთ, ეს არის თუ არ ვწდები ჩემი ბოლო შეკითხვა, იმედი მაქვს ბოლო, აღარ დაგისვამ სხვა კითხვას, ვადამდელი არჩევნების საკითხი. როდესაც ტელევიზორს უყურებთ ხოლმე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ ჩნდება ასეთი ეჭვი, ხომ არ ემზადება ხელისუფლება უცბად მოულოდნელად გამოაცხადოს, რომ დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. პირდაპირ ეთერში სააკაშვილის შეხვედრები ხალხთან. ოპოზიცია ამბობს, რომ თქვენ ყველა შემთხვევაში მოგიწევთ დანიშნოთ ეს არჩევნები. მე არ ვიცი რას ამბობს, მე ერთი რამ ვიცი, რომ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც ფული არ არის ქვეყანაში, თითოეული კაპიკი უნდა დაიხარჯოს ხალხზე და არა პოლიტიკოსების საქმიან მოწყობაზე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება არც გეგმავს, არც განიხილავს არავითარი არჩევნების დანიშნვას. ჩვენ შეგახსენებთ 2008 წელს 2 არჩევნები ჩავატარეთ და შემდეგი არჩევნები არის ადგილობრივი 2010 წელს. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები არის ძალიან ძვირი ფუფუნება და ყოველ წელს არ შეიძლება ტარდებოდეს არჩევნები, მაშინაც კი, როდესაც ვინმეს ეს
ნებისმიერ შემთხვევაში ჩაატარებ 2 დღეში არჩევნებს და გამოვა ისევ იგივე ხალხი და იგივე უკმაყოფილებას წარმოქმნიდა და იგივენაირ გზას გაივლის და ჩვენ ვიქნებით ციყვივით, რომელიც ერთ ბორბალში ტრიალებს. საზოგადოებას ამ შეურაცხყოფას ჩვენ ნამდვილად არ მივაყენებთ. იმიტომ რომ ეს ფული რაც არის დღეს, წირის შესაძლებლობები უნდა იყოს მიმართული გონივრულად საზოგადოების, ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და არა ისევ იმეორებ იმ ხალხის სამსახურში მოსაწყობად, რომელმაც ამ სამსახურზე, ხალხის სამსახურზე, დეპუტატობაზე უარი თქვეს. კარგით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მე მინდა გისურვო წარმატება ბატონო გიგი და ბოლოს ერთი კითხვა ვიდრე აქედან გაგიშვებთ. ხომ არ მოხდება ისე უეცრად, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და მიხეილ სააკაშვილი უეცრად აღმოჩნდეს თქვენივე ოპოზიციაში. მან მოახდინოს ერთგვარი ჩანაცვლება, გნებავთ თქვენი გუნდის სხვა გუნდით. აი ალესანია როდესაც გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, ამაზე უცბად გაჩნდა კითხვა. გაიღვიძოთ და აღმოჩნდეს, რომ სააკაშვილი თქვენი ოპოზიცია და გაგიშვათ ხოლმე. იმიტომ რომ კარიერა გადაირჩინოს, თუ კი ასეთი კრიტიკული იქნება სიტუაცია. მე ვაფასებ თქვენს იუმორს. დიდი მადლობა. მე არ გავუშვებ ერთი წუთით გიგი უგულავა სტუდიიდან, ეს იყო გიგი უგულავა, მე მას უსურვებ წარმატებებს. სტუდიაში კი წარმოგიდგენთ ყოფილ პრემიერ ზურაბ ნოღაიდას, რომელიც დღეს ამბობს, რომ მთავრობამ ხალხი ფეხებზე დაიკიდა, ხედავდა თუ არა იგივე პრობლემას. მაშინ როცა თავად იყო პრემიერ-მინისტრი, აი ასეთი შეხვედრა მოვაწყე ახლა უცბად პირდაპირ ეთერში. ეს პირველი შეხვედრაა, რაც იგი მთავრობიდან წავიდა. მეც კარგით, დიდი მადლობა ბატონო გიგი, წარმატებებს გისურვებთ, მადლობთ რომ გვესტუმრეთ სტუდიაში, გთხოვთ ბატონო ზურაბ, დაბრძანდით, როგორ გეკადრებათ, როგორ შეხვედრამ დაგაბნიათ. თქვენ დამავიწყეთ. ზურაბ ნოღაიდელის სამომავლო გეგმებში ბევრ სხვა რამესთან ერთად იმაზეცაა საუბარი, რომ საქართველოში ბიზნესი ტერორიზმგან უნდა გათავისუფლდეს. რატომ არაფერს ამბობდა ამ თემებზე, მაშინ როცა თავად ერქვა ხელისუფალი. ეთერში ზურაბ ნოღაიდელთან ერთად უკვე პირდაპირ ეთერში ინტერვიუში რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით, არ გადართოთ, ძალიან მალე ჩვენ ეთერში ვართ. ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებაში მოსასვლელად მესამედ ემზადება. მილიონერი ექს-პრემიერი, რომელსაც როგორც ამბობენ, დეპუტატობისას ბინისქირას საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი უხდიდა. ადამიანი, რომელსაც ერთი დღე არ გაუტარებია თავისუფლად, შევარდნაძის დროსაც საკმაოდ მაღალ პოსტებზე იყო, მერეც მაღალ პოსტებზე იყო და როდის მოახსნა ამდენი ბიზნესის გაკეთება, მან არავინ არ უწყდა. შევარდნაძის და სააკაშვილის ფინანსთა მინისტრი და ზურაბ ჟვანიას შემცვლელი პრემიერი. დღეს ნოღაიდელი ამბობს, რომ ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია. იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა მისი პოსტზე ყოფნისას და რაშიც დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ შეკითხვებს ზურაბ ნოღაიდელი უპასუხებს. მოიცა რა გინდა მითხრა, რომ ესენი მოდიან, აქ ბანაკდებიან 2 კვირა და მაზოხისტურ სიამოვნებას იღებენ იმით, რომ აქ დგანა თუ აბა ამ ციცივეში ხოდ გარეთგანა რაღაც სასტუმრო ხო არა? ვაერებს ვერ მოაგვარეს. ეს არის დათხოვნილი სამსახური. თქვენ ხარ გაშვებული სამსახურიდან დაუყოლეთ. რა უნდა მოაგვაროს? რა დისი მოგვარებელია შეხედე. ეს კაცი არის რამის მოგვარებელი ზურა. შეხედე ერთი წელია ერთი წლის წინ მივეცით პირველად კაცრი გავთხილებ. და ესენი არიან რამის მოგვარებლები, თქვენი ეს მებაჟები. ყველანი გაყარეთ სამსახურიდან ეხლა. კიდევ ერთხელ მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ სტუდიაში. მე წეგან მეუბნებოდი ბატონ ზურაბს რეკლამის დროს, რომ ძალიან ძნელად მოსაპოვებელი აღმოჩნდა თქო ჩემთვის პირადად გეგამ გალობლიშვილის თუნდაც ერთი ფრაზა და უეცრად გამახსენდა, რომ ასევე ძალიან ძნელი იყო ხოლმე ყოველთვის ზურაბ ნოღაიდელისგან თუნდაც ერთი ფრაზის მიიღებაც. მე მინდა ერთი რაღაც გთხოვოთ ეხლა თქვენი ეკონომიკური გეგმების და სამოქმედო გეგმების შესახებ ჩვენ მოგვიწევს არაერთხელ საუბარი. არაერთი წამით თუ შეიძლება, მე მინდა ჯერ ახალი წელი მოგილოცოთ, ახალი სტუდია და ახალი გადაცემა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მომავალი გეგმების შესახებ ვამბობდი, ეკონომიკური გეგმების შესახებ ჩვენ არაერთ გადაცემაში მოგვიწევს საუბარი. თუ არის დღეს ზურაბ ნოღაიდელი მზად გასცეს პასუხი იმ პოლიტიკურ შეკითხვებს, რომელიც მის მიმართ ჩნდება. სიმართლე გითხრათ ბატონ ზურაბ, მე პირადად ჩემი აზრია ეს, არ მოველოდი რომ ზურაბ ნოღაიდელი პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა და ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ის საქმენი საგმირონი ბჭყალებში ჩავსვამ, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ ხელისუფლებას. არის სწორედ თქვენი პრემიერ-მინისტრობისას გაფორმებული და მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომელიც ზურაბ ნოღაიდელს გაეპროტესტებინა. მოდი დავიწყოთ და პასუხები გავცეთ. ნაწილს აქ, ნაწილს სხვა გადაცემებში. როგორ მოხდით? მეც ნამდვილად არ ვიფიქრებდი არასდროს
7 ნოემბრის შემდეგ როდესაც დავტოვეთ ჩემი თანამდებობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიფიქრებდი თუ კვლავ მომიწევდა პოლიტიკაში დაბრუნება, თან ამ შემთხვევაში მე პოლიტიკაში უკვე პოლიტიკოსად ბრუნდები. მანამდე და მე თვითონ მქონდა ეს როლი განსაზღვრული, ვიყავი მენეჯერი, ტექნოკრატი თუ შეიძლება ასე ითქვას და თქვენ მანამდე ხალხმალთ თქვენ არამედ სხვაებიც ვერ ნახავთ ბევრ ჩემს პოლიტიკურ განცხადებას თუ საერთოდ ნახავთ რომელიმეს საერთოდ და ამ ბოლო დროის განმავლობაში, ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ბევრად უფრო მეტი პოლიტიკური განცხადება გამიკეთებია, ვიდრე წინა 19 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ვარ. ასეთი როლი მე ჩემს თავს მე თვითონ მივანიჭე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც დავტოვეთ ჩემი თანამდებობა, საერთოდ არ ვფიქრობდი პოლიტიკაში მოსვლას. დატოვეთ თუ დაგატოვებინეს? ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, მე აღარ მქონდა მთავრობაში დარჩენის სურვილი, როგორც ჩანს პრეზიდენტსაც აღარ ქონდა და უბრალოდ ნამდვილად ასე აღარ ქონდა სურვილი ჩემთან ერთად მუშაობის, ამიტომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, მე მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მაშინ და კმაყოფილი ვარ რომ ეს გადაწყვეტილება ერთი წუთით ჩაგეწია. 7 ნოემბერი ახსენეთ თქვენ, მე სხვანაირად მქონდა დაგეგმილი ჩვენი საუბარი, მაგრამ 7 ნოემბერს, როდესაც მე მივიღეო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, თუ კი მიიღო ეს თავად ზურაბ ნოღაიდელმა ეს გადაწყვეტილება. მე მინდა გაგახსენოთ, ეხლა გავუშვებთ კადრებს თქვენი გამოსვლა, როგორ გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა. რატომ გამოაცხადეთ, თუ კი არ იღებდით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? თანაც გამოხდით და გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა მარტო თბილისში და მეორე დღეს საქართველოში ძალიან ბევრმა შეიძლება დღემდე არ იცის, ბათუმში ჩატარდა უნივერსიტეტში ძალიან დიდი მიტინგი, რომელიც ასევე დაარბიეს ძალიან მძიმე ფორმებით და მე მაინტერესებს, რატომ გამოაცხადეთ მაშინ საგანგებო მდგომარეობა, თუ კი გადადგომა საპირებდით პირადად თქვენ და რატომ გამოაცხადეთ რომ ეს მოხდა თბილისში? მიპასუხეთ და შემდეგ შეხსენებისთვის. პირველ რიგში არც 2 ნოემბერზე და არც 7 ნოემბერზე ბუნებრივია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვიღებ. რატომ? იმიტომ რომ ეს მოვლენები და ამ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და 7 ნოემბრის შემდეგ მე დავტოვე კიდეც ჩემი თანამდებობა, გამოაცხადე საგანგებო მდგომარეობა და იმ წუთშივე წავედი პრაქტიკულად მე სახლში. რატომ გამოაცხადეთ, თუ კი არის გავუკვირდა კიდეც ამ 9 საათზე სახლში რა მოგიყვანა დღეს 7 ნოემბერსო. ეს იყო ჩემი რეაქცია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მაშინ იქნა მიღებული და იმ შედეგებზე, რაც მოყვა კიდეც 7 ნოემბერს. მე მგონი ყველა დამეთანხმება დღეს მთავრობაც, დღევანდელი მთავრობაც, რომ 7 ნოემბერი ამ ხელისუფლების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო. ახლა შეეხება რატომ არ გავაკეთე მაშინ პოლიტიკური კომენტარი, ამას ლაპარაკობთ. არა, მე გეკითხებით, თუ კი არ იღებდით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რატომ გამოხდით პრემიერის რანგში და რატომ გააკეთეთ აი ეს განცხადება? მოდით ერთად ნახოთ და თქვენ მიხვდებით მე რა შეკითხვას გისვამ, თუ შეიძლება? კი ბატონო. ნახევარის წინ პრეზიდენტმა გამოსცა საგანგებო დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ თბილისში, ქალაქ თბილისში მხოლოდ და 48 საათში არსებული წესის მიხედვით კონსტიტუციის შესაბამისად დეკრეტი დასამტკიცებლად წარადგინება პარლამენტს. ჩვენთვის არ იყო ცნობილი თუ საგანგებო ვითარება გამოცხადა მთელი საქართველოს მასშტაბით. ადმინისტრაციას უნდა ცოდნოდა და უნდა გამოეცხადებინა და გაუშვებდით სტუდენტებსაც შინ და ალბათ ის საშინელება რაც ტრიალებდა უნივერსიტეტის ეზოში და კორპუსში და სართულებზე და აუდიტორიებში, ამას ალბათ თავიდან ავიცილებდით. ბატონო ზურაბ, მე ვიმეორებ ჩემს შეკითხვას, თუ კი არ იღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რატომ გამოაცხადეთ მაშინ პრემიერის რანგში საგანგებო მდგომარეობა? საგანგებო მდგომარეობაზე გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, მე ასე გამოაცხადე კიდეც, ჩემი როლი მაშინ მხოლოდ გამოცხადება იყო. 2 ნოემბერზე და 7 ნოემბერზე პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვიღებ. 7 ნოემბრის შემდეგ დავტოვე კიდეც ჩემი თანამდებობა, თუმცა პოლიტიკაში დაბრუნებაზე მაშინ ნამდვილად არ ვფიქრობდი. პოლიტიკაში დაბრუნება 8 აგვისტო მაიძულა ომმა, უბრალოდ წაგებულმა ომმა, პირდაპირ ასე ვთქვათ, დაკარგულმა ტერიტორიებმა, 50,000-მა დამატებით ლტოლვილმა და ასობით დაღუპულმა ჩვენმა თანამოქალაქემ, ჩვენმა დანგრეულმა ეკონომიკამ, რომელიც გრევა ეს ჩვენს თვალწინ ჯერ კიდევ გრძელდება
და ქვეყნის უცნაურ მმართველობა. განცხადებებს აკეთებთ ახლა. დაანგრეულმა ეკონომიკამ ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 2007 წლის ბოლომდე თავადვე იყო ამ ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი. აი ახლა თქვენ ამბობთ, რომ 7 ნოემბერზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, 2 ნოემბერზე არ ვიღებ, მაგრამ 2 ნოემბერი და 7 ნოემბერი მოიტანა ყველა იმ თემამ და ყველა იმ მოვლენამ ბატონო ზურაბ იმედია დამეთანხმებით, რამაც საბოლოოდ რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მოდით მე შეგახსენებთ ბიზნესის დატერორება, რაზეც თქვენ დღეს საუბრობთ. ფულის ძალიან უხეშად ვიტყვი, ახევა ბიზნესმენებისთვის, უკანონო ქონების წართმევა, უსამართლო სასამართლო, შეზღუდული მედია, გნებავთ იგივე გახმაურებული მკვლელობები, მაგრამ მე არც ერთ ამ შემთხვევაზე არ მახსენდება ზურაბ ნოღაიდელს რაიმე რომ გაეპროტესტებინა. ანუ 7 ნოემბერზე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ეს ხომ მარტო მიტინგის დარბევაზე არ გეკითხებით მე. ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის დროს არ ხდებოდა? ჩეთი მიყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით 2 ნოემბერი და შემდეგ 7 ნოემბერი გამოიწვია სამართლიანობის მოთხოვნამ პირველ რიგში და სამართლიანობის მოთხოვნით იყო ხალხი ქუჩაში გამოსული. ანუ თქვენ აფორმებით უსამართლობას. და ამის ასე ვთქვათ დამატებითი ამას კიდევ ვთქვათ ხელი შეუწყო ირაკლი ოქროაშვილის დაჭერამ და ეს გახდა სწორედ 2 ნოემბრის და 7 ნოემბრის ძირითადი მიზეზი. გახსოვთ ალბათ ეს ყველაფერი კარგად და არა 2004-დან 2007 წლამდე, ან 2003 წლიდან თუ გნებავთ 2007 წლამდე თავის მოქმედებას. მე ამაში დარწმუნებული ვარ სრულიად 2004-2007 წლები საქართველოს უახლოესი წლების ისტორიაში ყველაზე წარმატებული წლები იყო და მე ვამაყობ ნამდვილად იმით, რომ როგორც თქვენ თქვით, მე იმ პერიოდში ეკონომიკურ გუნდს ხელმძღვანელობდი. ცოტა უცნაური ხომ არ არის განცხადება, რომ ყველაზე წარმატებული წლები იყო. თქვენ დღეს მე მაქვს ახლა ხელთ თქვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და ერთ-ერთ ასეთ მუხლად არის თუ პუნქტად გამოტანილი აღმოიფხვრას პოლიტიკური დაკვეთებით ბიზნესის დატერორებაო. თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო წარმატებული წლები. მოდით ერთ კითხვას დაგისვამ, ცადიყავით ამდენი ხანი, როდესაც ბიზნესში ასეთი ტერორი ხდებოდა და რომ ხდებოდა ამას არა, როგორ არ ხდებოდა თქვენ გიწერიათ, აბა მაშინ რა უნდა ხდება ახლა 2004-2007 წლები იყო საქართველოს უახლოესი წლების ისტორიაში ყველაზე წარმატებული წლები და მე ვამაყობ, რომ ამ დროს ეკონომიკურ გუნდს ხელმძღვანელობდი, ანუ უბრალოდ ეკონომიკურ გუნდში ვიყავ და შემდეგ ხელმძღვანელობდი კიდეც მას, როგორც ფინანსთა მინისტრი და შემდეგ როგორც პრემიერ-მინისტრი. ეს იყო ჩვენი წლების ყველაზე წარმატებული პერიოდი ბოლოდროინდელი დამოუკიდებლობის ისტორიაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რაც შეეხება იმას, რაც დღეს ხდება, ეს ძირითადად ხდება და რამაც დიდი მასშტაბები მიიღო სწორედ 2007 წლის ნოემბრის შემდეგ 2008 წელს და ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენ აუცილებლად გავაუქმებთ ფინანსურ პოლიციას, აუცილებლად მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მასწერია გადასახადებსა და აუცილებლად შეწყდება ბიზნესის დატერორება პოლიტიკური ნიშნით. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ რაც ხდება აგვისტოს შემდეგო. დღეს რაც აგვისტოს შემდეგ არა, ნოემბრის შემდეგ. ნოემბრის შემდეგ როგორ ბატონო ზურაბ, მოდით ამან ყველაფერმა მიიღო განსაკუთრებული მასშტაბები ამ პოლო პერიოდის განმავლობაში და თქვენ რაზეც საუბრობდით მანამდე, იმიტომ რომ კარგად გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი ისტორია. მაგალითად 2007 წლის 7 ნოემბრამდე და თქვენ ეს ყველაზე კარგად გემახსოვრებათ ალბათ მათ შორის, იგივე სიტყვის თავისუფლებაზე თუ ვილაპარაკებთ, სიტყვის თავისუფლება, მათ შორის თქვენი მუშაობით, საკმაოდ კარგად იყო უზრუნველყოფილი იმედით და ასე შემდეგ. მარტო ამ ერთი ნიშნით თუ ვილაპარაკებთ, ამიტომ ვითარება მკვეთრად შეიცვალა 7 ნოემბრის შემდეგ და განსაკუთრებით ვითარება შეიცვალა საქართველოში 8 აგვისტოს შემდეგ, რამაც მაიძულა მე კიდეც პოლიტიკაში დაბრუნება და ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენ იმ შედეგებს მივაღწევთ კიდეც. მაგრამ ანუ თქვენ ყოფთ ორად 7 ნოემბრის შემდეგ ამბობთ, მაგრამ აი თქვენ ბრძანეთ წეღა, რომ მეო ძალიან კარგად მახსოვსო საქართველოს ისტორია. სად იყო პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი? მოდით ერთ შეხვედრას გაგახსენებთ მაშინ, იმედის თემიდან გამომდინარე უცბად მომივიდა თავში. ბადრი პატარკაციშვილმა ჩაატარა ერთ მშვენიერ დღეს ბიზნესმენთა ფედერაციაში შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც მან გააკეთა უმწვავესი განცხადებები სწორედ ამ თემაზე, რომ ბიზნესი იყო დატერორებული. იმ დღიდან ბადრი პატარკაშვილი გამოცხადა მტრად და ბიზნესი თქვენი თქმით იყო კარგად? მაშინ რა იყო ის შეხვედრა? მაშინ რატომ გამოითქვა ასეთი? თქვენ პირველად გაიგეთ ახლა რომ 2007 წლის 7 ნოემბრამდე ბიზნესის დატერორება შეიძლება ხდებოდა? 2007 წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკა ვითარდებოდა მაღალი ტემპებით, 2007 წელს ყველაზე რეკორდული ტემპით 12.9%-ით. ეს იყო საქართველოს ეკონომიკაში საუკეთესო წლები ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. ახლა რაც შეეხება
ბიზნესის დატერორების შემთხვევებს, რომელიც იყო ბუნებრივია მანამდეც, ეს იყო ერთეული შემთხვევები. მე ახლა ვსაუბრობ იმაზე, რომ ამან მასობრივი ხასიათი მიიღო, ახლა არა. ერთეული შემთხვევები იყო. ერთეული შემთხვევები იყო და ახლა ამან მიიღო მასობრივი ხასიათი. დღეს და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს ამას უკვე ხასიათი აქვს პოლიტიკური, გამიგეთ? მოდით, მე მინდა რეჟისორს თქო აჩვენეთ აბუკაშვილის კადრები და ფორმები, რა ფორმებითაც ხდებოდა ხალხის გამოშვება იქ. დღეს ამას აქვს მიღებული უკვე მასობრივი ხასიათი და ეს ხდება პოლიტიკური ნიშნით, პოლიტიკურ ოპონენტებთან დევნის ნიშნით. მათ შორის მაგალითად ჩემთან, ჩემი ბევრი ახლობელი დაიჭირეს, კიდე ბევრს ელოდება ალბათ დაჭერა, ეს პროცესი გრძელდება. განსაკუთრებული სისასტიკით თუ სწორდებიან ჩემს მომხრეებს განსაკუთრებით აჭარაში, მაგრამ ჩვენს გეგმებს აუცილებლად ბოლომდე მაგრამ ეს დაჭერები მაშინაც ხომ ხდებოდა, როდესაც თქვენ იყავით. მე ცოტა უცნაურად მეჩვენება აი ამ პასუხისმგებლობას რომ ირიდებთ, იცით რატომ? აი ხა ამბობთ დაჭერების თემაო, როდესაც თქვენ გააკეთეთ პასუხისმგებლობას არ ვირიდებ, არა, ამბობთ რომ ყველაფერი კარგად და 2007 წლის შემდეგ დაიწყო და მე თუ კი რაიმე მსმენია ბიზნესის დატერორებაზე, არა, ყველაფერს ვამბობ ზუსტად ისე, როგორც ვამბობ და კიდე ერთხელ გავიმეორებ, მაშინ კიდე ერთხელ ჩემს აზრს. 2004-2007 წლები იყო საქართველოს საუკეთესო წლები. მე არ ვამბობ რომ ეს კარგი წლები იყო, მე არ ვამბობ რომ ეს იყო ისეთი კარგი წლები, რომ ადამიანები ამით ვთქვათ ბოლომდე კმაყოფილი უნდა იყვნენ, მაგრამ ეს იყო ნამდვილად სხვა წლებთან შედარებით საუკეთესო წლები და მე ვამაყობ რომ ამ დროს ეკონომიკური გუნდის სათავეში ვიყავი ან ფინანსთა მინისტრი, ან პრემიერ-მინისტრი. კიდე ერთხელ მინდა გავიმეორო 170,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა მაშინ. მაგალითად სულ 2 კვირის წინ, არა, 170,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა დამატებით. 200,000 სამუშაო შეიქმნა კერძო სექტორში, 30,000 სამუშაო ადგილი დაიკარგა სახელმწიფო სექტორში და სწორედ ამის ხარჯზე შეიქმნა დამატებით 170,000 სამუშაო ადგილი. ჩვენ ამას ყველაფერს კარგად დავინახავთ ახლა. გამიგეთ? მანამდე ეს შეიძლება ესე კარგად არ ჩანდა, როდესაც ეს სამუშაო ადგილები იქნებოდა, მაგრამ ახლა როდესაც იკარგება ეს სამუშაო ადგილები, ამას ჩვენ ყველანი კარგად დავინახავთ. ახლა მაგალითად საქართველოს ბანკმა სულ რამოდენიმე დღის წინ გაუშვა 830 თანამშრომელი. გამოცხადდა კიდეც, ეს ის 830 სამუშაო ადგილია, რომელიც ჩემ პრემიერ-მინისტრობის დროს შეიქმნა სხვათა შორის. კარგით, მე უბრალოდ მოგაცვლით ჩემს ინფორმაციას, რამდენი ადამიანი დარჩა თქვენი პრემიერ-მინისტრობის. რაც შეეხება რეალურ ვითარებას შექმნის 7 ნოემბრის შემდეგ. 7 ნოემბრის შემდეგ ამან ყველაფერმა მიიღო მასობრივი ხასიათი. 7 ნოემბრის შემდეგ ამან მიიღო ყველაფერმა პოლიტიკური ნიშანი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა მოგვიყვანოს. თქვენ ბევრჯერ ახსენეთ ეს პოლიტიკური ნიშანი. როდესაც თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ოპოზიციაში გადახვედით და საკუთარ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნიდით, მაშინვე გაჩნდა ასეთი კითხვა, რა მიიყვანა ნოღაიდელი ამ გადაწყვეტილებამდე. იმან ხომ არა, რომ შესაძლოა თქვენ გაგიჩნდათ სწორედ დაჭერის შიში. როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი ყოფილი არის ძალიან დიდი ქონების პატრონი. ხომ არ გაგიჩნდათ იმის შიში, რომ ან სააკაშვილის ხელისუფლება დაგიჭერდათ, ან თუ კი ვინმე სხვა ჩაანაცვლებდა მას ოპოზიცია, რომელიც სხვა შორის თქვენ სულ გებრძოდათ. სხვათა შორის ბატონო ზურაბ, მე მქონდა ასეთი ინფორმაცია გაგებული, ვიდრე თქვენ გააკეთებდით პოლიტიკურ განაცხადს, თითქოს ზურაბ ნოღაიდელი უკვე იყო დაჭერილი და თითქოს მას მოუხდა რამდენიმე მილიონის გადახდა, რომ თავისუფლება მოეპოვებინათ. ანუ ერთგვარი ინდულგენცია, ერთგვარი პოლიტიკური იმუნიტეტი ხომ არ მოიპოვეთ, იმით რომ თქვენ დღეს ზიხართ ოპოზიციასთან მიდის მოლაპარაკებები და თუ კი ვინმე რაიმე უკანონობაზე დაგიწყებთ საუბარს, თქვენ უკვე გექნებათ ეს პოლიტიკური იმუნიტეტი და იტყვით, რომ თქვენ გდევნიან პოლიტიკურად. მე ეს იმუნიტეტი ნამდვილად არ ჭირდება. მე ვერავინ ვერ დამიჭერს, იმიტომ რომ არაფერი არ გამიკეთებია ისეთი რომ დამიჭირო. ესა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა იმიტომ რომ თქვათ პოლიტიკაში დაბრუნდი დღეს. ისე როგორც სრულიად ტყუილია აბსოლუტურად ის რომ მე თვითონ დამიჭირეს და ფულით მე გამოვედი უკან. ისევე საუბრობთ როგორც გეგამ გალობლიშვილზე ბოლოს. ხა ისაუბრონ მე ეს ჩემი პრობლემა არ არის ნამდვილად. ყველა მშვენივრად იცის რომ ჩემთან ასეთი რამ არ გავა. ისე როგორც არ გადის ეს დღეს. ჩემი მომხრეები, მაგალითად პაატა კაიკაციშვილი, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკები და შეუთვალეს რომ $300,000 თუ მოიტანო და იმას ახლა ბუნებრივ ასეთ თანხა არ აქვს და იგულისხმება რომ მე უნდა მივიტანო თითქოს $300,000. თქვენ საიდან გაქვთ? როგორც ამბობენ პარლამენტი, გიხდიდათ ხოლმე ბინის ქირას, როდესაც დაიწყეთ პოლიტიკაში ბოლომდე და შესაბამისად მე ფული უნდა გადავიხატო მის გამოყვანაში და ასე შემდეგ. ეს ჩემთან შეუძლებელია მინდა პირდაპირ ვიცოდეს სულ ყველამ და ახლა რაც შეეხება იმ თანხებს, რომელიც მე მაქვს კანონიერი გზით ნაშოვი, ბუნებრივია იმას ნაწილობრივ ბუნებრივია მოვახმარ კიდეც ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამაზე ორი აზრი არ
ხელისუფალი, იყავით შევარდნაძის ფინანსთა მინისტრი. ნებისმიერი ჩემი ქონება არის დეკლარირებული. მე ვიყავი პოლიტიკაში, შემდეგ ვიყავი კერძო ბიზნესში. როდესაც წავედი პოლიტიკიდან პირველად, როდესაც გამათავისუფლეს ფინანსთა მინისტრობიდან 2002 წელს მე წავედი ისე რომ ჩემი ბინაც კი არ მქონდა მაშინ თბილისში და საერთოდ არაფერი არ მქონდა მაშინ შეიძლება ითქვას. ამის შემდეგ მე დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში ვიყავი ბიზნესში და დავაგროვე ვთქვათ ქონების რაღაც გარკვეული ნაწილი. ბუნებრივია, იმიტომ რომ როდესაც წავედი კერძო ბიზნესში, მე ნამდვილად აღარ მუშაობდი უკვე სახელმწიფო ხელფასზე და შემდეგ შესაბამისად მეორეჯერ წავედი ბიზნესში კვლავ ზუსტად იგივე ქონებით, რა ქონებაც დავაგროვე მანამდე და ახლა ბუნებრივია კიდე ერთხელ ბიზნესში საკმაოდ სერიოზული და კარგი ანაზღაურება მქონდა. ჩემი ყველა ქონება, ინგა მინდა დავამთავრო, არის დეკლარირებული, ბოლო დეკლარაცია მე შევავსე შარშან აპრილში, წელს აპრილში შევავსებ დეკლარაციას, როგორც კანონით მევალება, ადამიანები ყველაფერს ამას ნახავენ და მშვენივრად შეაფასებენ თვითონ ყველაფერს. მე იმიტომ გისვამ დასაფრებული პოზიციიდან არ გისვამთ ამ კითხვას, უბრალოდ როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას, მე მიმაჩნია, ალბათ თქვენც ასევე ფიქრობთ, რომ თუ კი არის რაიმე კითხვა, ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. ჩემმა კოლეგამ მალხაზ გულაშვილი 2 წლის წინ მილიონერების სია გამოაქვეყნა ქართველების, სადაც თუ არ ვწდები 75 მილიონი იყო თქვენი კაპიტალი. მე მინდა ერთად მოვისმინოთ, რას ამბობს იგი და შემდეგ მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა, თუ კი თქვენ არ ქონდათ თქვენი ბინა, როცა იწყებდით პოლიტიკურ ნაბიჯებს, ასეთი როგორ დააგროვეთ მაშინ ამ ხელა კაპიტალი და როცა ამბობთ, რომ პასუხისმგებლობას არ ვიღებო, არის თუ არა ეს საპასუხისმგებლო საქმე? თუ შეიძლება მოვისმინოთ და შემდეგ ერთად განვაგრძოთ ისევ საუბარი. ბატონი ზურაბი არის საკმაოდ დიდი ბიზნესის მფლობელი, კონკრეტულად ის ასე ვთქვათ წარმოადგენს აგარის შაქრის ქარხნას, ასევე ვაგონშემკეთებელი, რომელიც ვალების კლირინგის საშუალებით, კლირინგული ოპერაციებით, თურქმენეთის კლირინგული ოპერაციებით, ასე ვთქვათ შეისყიდა მისი ასე ვთქვათ მოღვაწეობა ენერგოსადისტრიბუციო კომპანიაში, გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში, ხოლო შემდგომ ენერგოპროს შემოყვანა საქართველოს ბაზარზე იყო საკმაოდ ესეთი სკანდალური. ერთი პერიოდი მას ასე ვთქვათ კალაძესთანაც ჰქონდა ბიზნეს პარტნიორობა და ისიც საკმაოდ დიდი თანხით შევიდა ამ ბიზნეს პარტნიორობაში, შემდეგ მათი ურთიერთობა დაიშალა და მან გადაწყვიტა პოლიტიკისკენ წასვლა. იქნა კანონი მიღებული მისი ლობირებით, რომელიც გულისხმობს ნულოვან განაკვეთს დაბეგვრას საბაჟოზე. ეს ნულოვანი დაბეგვრა განაპირობებს იმას, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები ფაქტიურად გაუსაღებელი რჩება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სოფლის მეურნეობა აი ამ პოლიტიკის გამო. მაშინ ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, მე მინდა გთხოვოთ კომენტარი და შემდეგ ბოლო ორი კითხვა უნდა დაგისვათ, გისმენთ. ის რაც ბატონმა გულაშვილმა ელაპარაკა აქ, რომ ეს არის თითქოს ჩემი ქონება, ეს ყველაფერი ბუნებრივია ტყუილია, მაგრამ რასაც ვნანობ ნამდვილად იმას, რომ როდესაც 2 წლის წინ თუ არ ვწდები, გამოქვეყნდა ჯორჯიან ტაიმში, რომ თითქოს მე 75 მილიონი დოლარი მაქვს ქონება და ეს მხოლოდ შიდა პარტიულ განხილვად გადავაქციე და არ გავაკეთე ამაზე საჯარო განცხადება. მაშინ ამას ნამდვილად ვნანობ. და როდესაც პასუხი არ ვაგებინე ყველას, მათ შორის თვითონ არაიმდენად გაზეთს და არაიმდენად ჟურნალისტებს, არამედ იმათ, ვინც ამის უკან იდგნენ, უშუალოდ ვისი შეკვეთითაც მოხდა სინამდვილეში აი ამ სტატიების გამოქვეყნება და ეს გადავაქციაში და პარტიულ დისკუსიად მხოლოდ და მხოლოდ. იმიტომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ და გადავაქციეს მაშინ შიდა პარტიულ დისკუსიად. ახლა მას ნამდვილად ვნანობ, მაგრამ მაშინ მე არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გეგმები და შესაბამისად არ მეგონა თუ ამ საკითხზე როდის მე განმარტების მიცემა მომიწევდა. ეს არის ტყუილი, ნამდვილად, ეს არის ტყუილი. ძალიან კარგად მესმის, ახლა როდესაც ადამიანი პოლიტიკაში ხარ თითქმის 20 წლის განმავლობაში აუცილებლად მოგიწევს პასუხი გასცე არა მარტო მომავალზე, არამედ წარსულზე. მე ნამდვილად არ მეშინია ამ კითხვებზე, ამიტომაც არ მეშინია მე ინგა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მე პასუხობ თქვენ გულწრფელად, ისე როგორც გულწრფელ პასუხს ვაძლევდი ადამიანებს მანამდეც და შესაბამისად მნიშვნელოვანია ჩემი აზრით სწორედ ეს. მე ვფიქრობ რომ ადამიანებს ახლა ბუნებრივი აქვთ უფლება დამისვან ყველა კითხვა, ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის თქვათ ჩემი თვალსაზრისით ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, მაგრამ შემდეგ
შემდეგ ისინი თვითონ შეაფასებენ რამდენად სწორი იყო ჩემი მოქმედება ამ დროს. ამისთვის არის საერთოდ პირდაპირ ეთერი. მე უნდა დაგისვათ ბოლო ორი კითხვა ვაცილებთ გადაცემას. სააკაშვილთან დაპირისპირების მთავარი მიზეზი იყო ომიო, თქვენ ბრძანეთ. მე ერთი რამ მინდა გკითხოთ, ბატონო ზურაბ. მანამდე არ გესმოდათ საქართველოს ხელისუფლებაში სამხედრო რიტორიკა. მე არ ვარ გოგა ხაინდრავას ადვოკატი, მაგრამ თუ არ ვწდები, ერთადერთი იყო ხაინდრავა, ვინც ღიად ამბობდა ხოლმე, რომ იგი უპირისპირდება მთავრობის საომარ რიტორიკას. ასევე არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ ზურაბ ნოღაიდელს გაეპროტესტებინა ეს. მე არ მინდა რომ საქართველოს ყავდეს როდისმე პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, რომელიც დაკარგული ტერიტორიების პირობებში, მათ შორის საომარ ვარიანტზე და ტერიტორიების დაბრუნებაზე არ იფიქრებენ. ეს ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რამ მაგრამ ნებისმიერი ომი შედგება რამოდენიმე ფაქტორისგან. უნდა იყოს მოგვარებული საგარეო პოლიტიკური ფაქტორები, ანუ მეგობრები მხარს უნდა გიჭერდნენ, მტრები უნდა იყვნენ პოლიტიკურად ნეიტრალიზირებული, ეკონომიკა უნდა შეძლოს, ამ ომს მხარე დაუჭიროს, ან ამ ომის შემდეგ გადარჩეს და რაც თავარია ჯარი უნდა ყავდეს წესრიგში. არც ერთი სამი ფაქტორი და მათ შორის მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ აღმოჩნდა მზად ომისთვის და მესამე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ მასზე პირადად იყო პრეზიდენტი პასუხისმგებელი ჯარის მშენებლობაზე თავიდან ბოლომდე. ახლა ჩვენ ამ ომში საერთოდ არ უნდა ჩართულიყავით, იმიტომ რომ პირველი ორი ფაქტორი მოუმზადებელი იყო და როგორც აღმოჩნდა მესამე ფაქტორიც მოუმზადებელი იყო და შესაბამისად ადამიანები პასუხს აგებენ არა მათ გეგმაზე ან არა მათ განწყობაზე, არამედ შედეგზე და შედეგად ჩვენ მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები 50,000 ლტოლვილი დამატებით, ასობით დაყოფილი ჩვენი თანამოქალაქე და ეს მთავრობა საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ტერიტორიების დამკარგველი მთავრობა. ამ მთავრობის პრემიერ-მინისტრი მე არ ვიყავი. იმ მთავრობის პრემიერ-მინისტრი მე მადლობა ღმერთს არ ვიყავი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიები ასე უაზროდ დაკარგა 8 აგვისტოს მოვლენების შემდეგ 5 დღის განმავლობაში. და მე კიდევ ერთ რამეს ვამბობ, როდესაც მოხდა ეს და დაიწყო ომი, მაშინ უნდა გვეომმა კიდეც 13 თვის და 13 დღის განმავლობაში ვამობდით და ვიცავდით ჩვენ სოხუმს. 13 დღის განმავლობაში მაინც უნდა გვეომმა, მიგეთ? ჩვენ ომი კი არ გვაწუხებს მხოლოდ ქართველებს, ჩვენ გვაწუხებს ომის წაგება. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში და ჩვენ 13 დღის განმავლობაში მაინც უნდა გვეომმა. ეს აუცილებლად უნდა მოგვეხერხებინა, ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა ჩვენი ტერიტორიების შენარჩუნება და ეს არ მოხდა სწორედ მთავარსარდლობის და სარდლობის გამო, რომელიც დაიმალა ომის დღეებში. არ გამოჩნდა საერთოდ, გამოჩნდებოდა მხოლოდ მიტინგებზე, რომელსაც თქვენ აქ აჩვენებდით, როდესაც ვიღაც უცხოელი სტუმარი ჩამოვიდოდა ხოლმე. ასეთ ვითარებაში ახლა ბუნებრივია ვერ იომებ, ასეთ ვითარებაში ვერაფერს ვერ გააკეთებ და ამაზე უფრო მთავარი სინამდვილეში ხდება დღეს. დღეს არის ერთი პროვოკაცია მეორეზე, ერთი მეორეს მიყოლებით ჩვენი მთავრობის მხრიდან და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა დღეს უკვე ნებისმიერი ომი ან ნებისმიერ პროვოკაციაზე, ნებისმიერი კონფლიქტი, ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხის გაცემა ჩვენი მხრიდან ტერიტორიების დაბრუნებას კი არ ნიშნავს, არამედ დამატებით ტერიტორიების დაკარგვას ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ. არ ნიშნავს ტოლვილების დაბრუნებას, არამედ ნიშნავს კიდევ დამატებით ტოლვილებს. არასოდეს არ გამოსულა ზურაბ ნოღაიდელი და არც ერთი ეს თემა, რატომ არ გაუპროტესტებია. მე მინდა გადაგიხადოთ, ძალიან დიდი მადლობა უნდა გაგიშვათ ახლა პირდაპირ ეთერიდან და მანამდე უკვე მანიშნებენ რომ უნდა გამოვიდეთ ეთერიდან. თქვენ იყავით ჯვანია შემდეგ პრემიერი. რატომ ისეთი რამე ვთქვით რომ აღარ შეიძლება ჩვენი ცოტახნით პირდაპირ ეთერში გაჩერება. მე პირდაპირ ეთერში შეიძლება სტუმრებმა ისეთი რამ მითხრან რომ შემდეგ ეთერი შევწყვიტო? არ წამოვეგები სხვა შორის თქვენს ამ პროვოკაციას, გადაცემას თავის ქრონომეტრაჟი აქვს. ეს გადაცემა არის თავისუფალი ყველა პოლიტიკოსისთვის. თქვენ იყავით ჯვანიაში მემკვიდრე პრემიერი და მე მაინტერესებს ეხლა მიპასუხოთ გავრცელებული ვერსია ზურაბ ჯვანიას გარდაცვალებაზე და ოფიციალური ვერსია, რომელს იზიარებს ზურაბ ნოღაიდელი. ეს არის ჩემი ბოლო კითხვა თქვენს მიმართ, რომელიც რომ მინდოდა რომ დამესვო. ამ საკითხზე დღეს კომენტარის გაკეთება არ მინდა, თუმცა მე აუცილებლად კითხვას რატომ არ გინდათ? ეს პირდაპირ დღეს არ მინდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, ამაზე ვისაუბრებ უახლოეს პერიოდში. რატომ არ გინდათ? ეს არის ჟურნალისტის შეკითხვა. ოფიციალურ ვერსიას ემხრობით თუ არა? დღეს არ მინდა ამაზე საუბარი, ვილაპარაკებ რამოდენიმე კვირაში. საინტერესო განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, რაღაც სკანდალს ამზადებს ბატონი ზურაბი, რა ხდება რამდენიმე კვირაში, ისეთი, რაზეც ამდენი ხანი არ გისაუბრია, რამდენი წელი გავიდა, დღეს არ მცემ პასუხს. რამოდენიმე კვირაში მოდის 3 თებერვალი. კარგით, რამოდენიმე კვირაში მოდის 3 თებერვალი, ალბათ ისე არ გამოვა ბატონო ზურაბ, რომ პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ უეცრად კიდევ გავიგოთ თქვენგან, რომ რაღაც იცოდით და მალავდით. ძალიან დიდი მადლობა, ვიდრე გახვალთ ახლა ამ სტუდიიდან მითხარით თქვენი აზრი გეგამ გალობლიშვილის და პრეზიდენტის დაპირისპირებაზე.
შეიძლება ეს იყოს მართალი? ფიზიკურ დაპირისპირებაზე. თუ არ ვიცი მე შესაძლოა ნამდვილი ინფორმაცია არის. დიდი მადლობა. ეს იყო ზურაბ ნოღაიდელი, მე გისურვებ წარმატებებს, კარგად გრძანდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა. მაშასე შეძლებს თუ არა ზურაბ ნოღაიდელი მესამედ მობრუნებას ხელისუფლებაში, ამას მეც თქვენთან ერთად ვნახავ, როგორც ეხლა მოისმინეთ, იგი აპირებს 3 თებერვალს კომენტარი გააკეთოს ზურაბ ჟვანიას თემაზე. ვნახოთ რა სიტყვის იგი. ახალი პოლიტიკური წელი დაიწყო, მოვლენების განვითარება წინ გვაქვს ყოველ კვირას 8 საათზე. ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მთავარ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად პირდაპირ ეთერში შევაჯამებთ. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენი პოლიტიკური განწყობისთვის. წინასწარ მოგილოცავთ ძველით ახალ წელს. მშვიდობა დაგბედებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.